ყველას მოგესალმებით, მეგობრებო, მოკლედ დღეს მინდა ერთი სრული ვიდეო ჩავწერო ჩემი მანქანის მომზადებასთან დაკავშირებით. იმ დღიდან როცა ეს მანქანა მე ვიყიდე და მას შემდეგ ერთი სიტყვით რა გაუკეთდა, როგორ გაუკეთდა, რა ეტაპზეა ახლა, რეებია გათვალისწინებული, რა დაჭირდა იმისთვის, რომ ყოფილიყო ამ კონდიციამდე მისული და ზოგადად მოგიყვებით ამ მანქანის სრულ ისტორიას. სანამ ვიდეოს დავიწყებთ, თხოვნა იქნება, რომ გამოიწეროთ არხი, დაალაიქოთ ვიდეო და დაგვიტოვოთ კომენტარი თქვენი აზრის სახით, რას ფიქრობთ აი ამ კონკრეტულ მანქანაზე, რას შეცვლიდით, რას დაამატებდით, რა აკლია მაგალითად, რა მოგეწონათ, რა არ მოგეწონათ და ასე შემდეგ. აბა, წავედით. სანამ ვიდეოს დავიწყებთ, პირველ რიგში მადლობა მინდა გადაუხადო ვიტოს, რომ აესაბურავები მათხოვა და შანსი მომცა, რომ მომერგო ჩემ მანქანაზე, მომესინჯა რამდენად კარგად მოერგებოდა. დღეს წერ ამ ვიდეოს, იმიტომ რომ ბოლო დღეა რაც ამ მანქანაზე ესაბურავები აყენია და ჯერჯერობით, ასე რომ ვთქვათ, ალბათ ცოტა ხანი შევეშვები მძიმე off-roads, დავაყენებ 35-იან საბურავებზე და ლაით გასვლებზე ვივლი ალბათ. მომავალი ზამთრისთვის კი შეიძლება უკვე ისევ დაუბრუნდე ამ საბურავებს. მათთვის, ვინც საერთოდ ამ მანქანებზე წარმოდგენა არ აქვს, პატარა შესავალი გავაკეთოთ, მოდი რომ მიხვდე საერთოდ რა მანქანაა ეს და რასთან აქვს საქმე. ეს არის 1999 წლის Mitsubishi Pajero, იაპონური ძარა. პირველად ეს მანქანა მე შევიძინე დაახლოებით 4-5 წლის წინ, ორიგინალი 100,000 კილომეტრი გარბენით. ეს მანქანა არის 3.5 GDI ძრავით, რომელიც იმ დროისთვის გამოიმუშავებდა პაჯეროს ძრავებს შორის ერთ-ერთ ყველაზე მეტ ცხენის ძალას. პირველი იყო პაჯერო Evolution-ი ძრავის მოცულობით და სიმძლავრით, რომელიც გამოიმუშავებდა 285 ცხენამდე, თუ არ მეშლება, და მეორე იყო იაპონური GDI ძრავი, რომელიც არის ჩემი, რომელიც გამოიმუშავებს ქარხნად 245 ცხენის ძალას. გავითვალისწინოთ, რომ ეს ყველაფერი ხდება V6 ტიპის ძრავიდან 1999 წელს, რაც იმ დროისთვის საკმაოდ კარგი სიმძლავრე იყო და ასე ვთქვათ, გამართლებული იყო ძალის ხრივ. წარმოიდგინეთ, იმ დროისთვის ეს ძრავი საკმაოდ დიდი მოცულობის იყო და საკმაოდ ბევრ ცხენის ძალას გამოიმუშავებდა და ეს ასე ვთქვათ, მანქანები Mitsubishi Pajero მალევე გახდა პოპულარული. იქიდან გამომდინარე, რომ მას არაერთი რალი აქვს მოგებული და სახელი გაითქვა საკუთარი გამძლეობით და გამავლობით. დავიწყოთ სულ თავიდან. ეს მანქანა შევიძინე მე სრულიად სტოკი. სტოკი ნიშნავს, ვინც არის ეს აბსოლუტურად ქარხნული, არანაირი გადაკეთებებით, ზუსტად ისეთი, როგორცაც ქარხანა უშვებდა, ასე ვთქვათ, პირველ ეტაპზე. მივყვეთ ჩვენ ახლა ნელ-ნელა რეები არის გაუმჯობესებული ამ მანქანაზე და რა არის გაკეთებული ამ წლების განმავლობაში. პირველ რიგში, როდესაც მე ეს მანქანა შევიძინე სულ თავიდან, გავაკეთეთ ელემენტარული სერვისები, რაც სჭირდებოდა, ყველაფერი. იყო ორიგინალი 100,000 კილომეტრი გარბენით, როგორც გითხარით, და ეხლა 4 წლის შემდეგ აქვს სულ რაღაც 120,000 კილომეტრი. იმ დროისთვის ეს ძრავები, მათ შორის საქართველოშიც, ბევრს ვერ გადიოდნენ საქართველოში, იმიტომ რომ ეს ძრავი ვერ იტანს, როგორც იცით, გაზს, ზოგი საერთოდ პრობლემურად თვლის და წვავდა ძალიან ბევრს იმ დროისთვის, დაახლოებით ქარხნულ მდგომარეობაში 20 litrს, რაც არც თუ ისე ცოტა იყო და ვინაიდან გაზი არ დგებოდა, არც თხევარდი, არც ბუნებრივი, საქართველოში ამ მანქანებს არ ჰქონდა დიდი გარბენი, ვინაიდან ჰქონდა ბევრი წვა. დადგა დრო და დავიწყეთ ამ მანქანის ნელ-ნელა მომზადება უკვე უგზოობისთვის. რა არის ამ მანქანაზე გაკეთებული? რაც უნდა გაითვალისწინოთ, ვინც გადაწყვეტ, რომ აი ამ დონეზე მძიმე უგზოობისთვის მოამზადოთ საკუთარი მანქანა. გარდა ვიზუალური საკითხებისა, რომელზეც მცირე ყურადღებას გავამახვილებ, კიდე ტექნიკური საკითხებია. GDI-ს მოსდევდა თავისი დიდი 10 ვოლტიანი, 12 ვოლტიანი ხიდები, რომლის გადაცემაც იყო 11.57. ამ მანქანაზე აყენია დადაბლებული ხიდები 10.59, რომელიც საშუალებას იძლევა, რომ უფრო დიდი საბურავები ეყენოს მანქანაზე და არა თავისუფლად, მაგრამ შედარებით უკეთესად მოერიოს ამხელა დიდი ზომის საბურავებს.
ამავდროულად გასათვალისწინებელია ის, რომ ასეთი ზომის საბურავები ქარხნულად პრაქტიკულად შეუძლებელია ჩაატიო არკებში და ისე რომ არ ედებოდეს და გადაადგილდებოდეს მანქანა თავისუფლად. ამის შემდეგ მანქანას როგორც იცით წინ აქვს ტორსიონული დაკიდების სისტემა, ანუ გადაატრიალებ, პერედოქს ჭიმავს და ცხვირს თავისით წევს მაღლა. ეს ამარტივებს მანქანის დალიფტვას, მართალია ახისტებს, მანევრირება უფრო ცუდი ხდება, მაგრამ მძიმე ობზაობისთვის მე ამ ყველაფერს დიდ მნიშვნელობას არ ვანიჭებ, იმიტომ რომ ამ მანქანით არ გადავადგილები ქალაქში, არ ვთხოვ ასე ვთქვათ კომფორტს, არც გააჩნია ისედაც. ჩემი მთავარი პრიორიტეტი იყო მაღალი გამავლობა და გამძლეობა. რა ხდება ამის შემდეგ? როგორც კი შეძლებისდაგვარად წინა პერედოკი ჟარგონულად რო ვთქვათ, სავალი ნაწილი დაიჭიმა, უკან უნდა შეცვალოთ პრუჟინები და ამორტიზატორები. აყენია Nissan Patrol-ის Y61 კუზაოს 4-კარიანი პრუჟინები, რომელიც სიმაღლეში არის 45 სანტიმეტრი და პლუს ზემოდან კიდევ დამატებული აქვს 6 სანტიმეტრი ნახევრიანი ეგრეთ წოდებული პადსტავკები, ან პასტაკები, იგივე სადებები, რომელიც მანქანას საკმაოდ მაღალზე იჭერს უკანა მხარეს და ტვირთამწეობასაც აუმჯობესებს, რომ უკან დაამატო, ასე ვთქვათ, წონები მანქანას. რა ხდება ამის შემდეგ? მანქანას რო ეტეოდეს საბურავები, მოჭრილი აქვს კრილოები, აი რო მიხვდეთ დაახლოებით აი ესეთი ზომის 5-6 სანტიმეტრი მთელ სიგრძეზე, ისე რომ საკმაოდ კარგად არის გაკეთებული, ადამიანმა რო არ იცოდეს, შეიძლება ვერც კი შეამჩნიოს უცხო თვალმა. იგივეც გაკეთებული არის წინაც, მოჭრილი არის არკები, გადიდებულია ადგილები იმისთვის, რომ თავისუფლად ეტეოდეს საბურავი. რაც შეეხება საბურავებს, ყველაზე ერთ-ერთ მთავარს და მნიშვნელოვანს. ეს საბურავები არის ტრაქტორის ეგრეთ წოდებული საბურავები, რომელიც ზომაში არის დაახლოებით 41 ინჩი, სიმაღლეში 104 სანტიმეტრი, ოციან დისკებზე, ოციანი ნიკელის დისკები, ეს არის სექოიას დისკები, თუ არ მეშლება. გამოირჩევა თავისი სიმსუბუქით და მაღალი გამავლობით. კარგია, ძალიან კარგია უბრალოდ ტალახში და კარგია თოლში. ყინულს რაც შეეხება, ყინულზე ეს საბურავები არ არის გამართლებული და საერთოდ არც ერთი საბურავი თითქმის, რომელიც არის უგზოობისთვის განკუთვნილი, ვერ დადის ყინულზე. რადგან საბურავებს შევეხეთ, საბურავებები თქვათ ის კიდევ რომ მხოლოდ არკების მოჭრა და უკან პრუჟინების დადება არ არის საკმარისი იმისთვის, რომ ეს ზომის საბურავები ჩაეტიოს. კიდევ ჭირდება სამუშაოები, რომელსაც ეგრეთ წოდებული ბოდილიფტი ქვია. ბოდილიფტი არის, ვინც არ იცის, რომ ახსნათ, ეგრეთ წოდებული ისევ სადებები, პადსტავკები ედგება მანქანის რამას და მანქანის ძარას, ეგრეთ წოდებულ კუზაოს შორის. იმისთვის, რომ ძარა და კუზაო დაშორდეს ერთმანეთს, არკებში ადგილმა მოიმატოს და უფრო თავისუფლად ჩაეტიოს დიდი ზომის საბურავები. ასევე ესეც არის გაკეთებული ამ მანქანაზე 4 სანტიმეტრიანი ბოდილიფტი, ქარხნულად პაჯეროს მოყვება ზუსტად ამ კუზაოს, ჯედეი კუზაოს, სხვა კუზავებს არა, 2 სანტიმეტრიანი ქარხნული ბოდილიფტი, ანუ ჯამში 6 სანტიმეტრი ბოდილიფტი. და პლუს 45 სანტიმეტრიანი პრუჟინები და პლუს 6 სანტიმეტრი ნახევრიანი პადსტავკები, ეგრეთ წოდებული სადებები უკან. ანუ ჯამში ქარხნულად შედარებით რამდენად მაღალია, შეიძლება ვიდეოში არ აღიქმებოდეს ეს მანქანა. მინდოდა მომეყვანა გვერდზე სტოკი, მაგრამ სამწუხაროდ ვერ მოახერხე დროის ფაქტორიდან გამომდინარე და იმედია აღიქვათ ვიდეოდან, რასაც გულისხმობ. ამ მანქანაზე თითქმის ყველაფერი აბსოლუტურად არის ჩემი ხელით გაკეთებული. როცა ვიზუალურ ხაროზე გადავალთ, ამას აღწერ, მაგრამ ვინაიდან სანამ ვიზუალურ ხაროზე გადავალთ, ვისაუბროთ ჯერ ისევ ტექნიკურზე. როცა აყენია ამ მანქანაზე ეს საბურავები ბოლომდე 2/2-ზე გაბერილი, დაახლოებით 2 წნევაზე გაბერილი, მანქანის კლირენსი არის 34 სანტიმეტრი უკან, ანუ კლირენსი ვინც არის, ეს არის ყველაზე დაბალი წერტილი მანქანის, რომელიც არის მიწიდან დაშორებული. ამ შემთხვევაში ჩვენ გვაქვს უკანა ხიდი და ეს არის 34 სანტიმეტრი. წარმოდგენისთვის რომ შეგექნათ რამდენად ბევრია 34 სანტიმეტრი, თითქოს ისე არ ჩანს ბევრად,
მაგრამ აი რომ მიხვდეთ რუსული მანქანები რო ყველას გეცოდინებათ ხო მაგალითად ავიღოთ GAZ-66 რომელიც იმ დროს ძველ საბჭოურ ერაში გამოირჩეოდა გამავლობით და დღესაც სოფლებში ბევრი სარგებლობს GAZ-66-ის კლირენსი ანუ ყველაზე დაბალი წერტილი არის 33 სანტიმეტრი 40-იანი საბურავები უყენია GAZ-66 ამასაც აყენია 41 ახლები და 34 სანტიმეტრი აქვს კლირენსი უკან ხოლო წინ აქვს 53 სანტიმეტრი ანუ ეს არის პრაქტიკულად ძალიან მაგარი რიცხვები მაგალითად კიდევ ერთი მაგალითი რომ მოვიყვანოთ მაგალითად ZIL 131 ყველა მიცით ხო რა მანქანაც არის სამხიდიანი იმის კლირენსი არის 36 სანტიმეტრი როგორც მე ვიცი და როგორც ინტერნეტში ვნახე ამ მანქანას აქვს მხოლოდ 2 სანტიმეტრით ნაკლები 34 სანტიმეტრი უკან და წინ უფრო მეტიც კი აქვს ანუ 53 სანტიმეტრი ამ მანქანაზე ასევე აყენია 5 სანტიმეტრიანი ფლიანეცები ცოტათი არის გარეთ გამოწეული იმიტომ რომ სხვანაირად პრაქტიკულად ამ მანქანაზე ძალიან ძნელია ამხელა ზომის საბურავების მორგება უკან კიდევ არის შესაძლებელი მორგება წინ ბოლომდე მოხვევის დროს თუ არ შეიზღუდა მოხვევის კუთხე პრაქტიკულად უკვე ედება რამას აი როგორც ახლა არის რო არ ეყენოს მიედება აი ამ ადგილს ეხლაც კი ედება და 5 სანტიმეტრიანი ფლიანეცით რო არ იყოს გამოწეული საერთოდ ძნელი იქნება ამ მანქანაზე ამ ზომის საბურავების მორგება გადავიდეთ ახლა ეს იყო ტექნიკური მხარე ძრავი არის ქარხნული 3.5 ჯედეი ხელი არ მაქვს დადებული ჯერჯერობით მუშაობს კარგად არის გამართული და გადავიდეთ ვიზუალურ მხარეზე რა არის ამ მანქანაზე ვიზუალურად გაკეთებული პირველ რიგში როცა უგზოობაზე გიწევთ სიარული ყველა იწყებს მომზადებას ძალოვანი ბამპერებით ეგრეთ წოდებული რკინის ბამპერებით რომელიც ასევე არის ჩემი ხელით დამზადებული და თავის დროზე გეროს მოკითხვა აქედან გერო მომეხმარა ამის დამზადებაში გეტყვით მცირე დეტალებს ეს არის მაღალი ხარისხის საკმაოდ ძლიერი ისეთი რომ როგორც უმრავლესობა საქართველოში იწყობა სიფრიფანა არ არის რომ პირველივე დარტყმაზე ეგრეთ წოდებულ პრიხვატკებზე ანუ ნასვარკებზე გასკდეს თელ სიგრძეზე აბსოლუტურად ყველგან არის შიგნიდანაც და გარედანაც ნასვარკი და შემდეგ გასუფთავებული შუაგულის აი ამ ადგილის აქედან აქამდე სისქი არის 6 მმ რკინის დანარჩენი ტრუბები და აი ეს გვერდები აქ და აი აქ არის 4 მმ ბოლოს შეჯამების სახით ყველაფერი მინდა ფინანსებიც თქვა და თქვა ასევე წონებიც ამ მანქანის იმიტომ რომ ყველას გონია რომ ეს მანქანა არის ძალიან ზედმეტად დამძიმებული და გავიაროთ ეგეც გადავიდეთ ახლა ჯერჯერობით წინა ბამპერთან ერთად ბარემ თქვათ უკანა ბამპერიც ხო ასევე წინა ბამპერის დროს უნდა გაითვალისწინოთ შეტევის კუთხეები რომ გვერდიდან ლამაზად იყოს მოჭრილი და ასევე ცხვირი არის რამაში დაახლოებით 4-5 სანტიმეტრით დამოკლებული თვალით ცოტა ძნელი შესამჩნევია ქარხნულ პაჯეროსთან შედარებით მაგრამ ეს ყველაფერი აუმჯობესებს შეტევის კუთხეებს ამოკლებს მანქანას და უკეთეს ხდის მანევრირებისთვის იგივე არის უკანაც გაკეთებული თუ ვინც ვერ შეამჩნევს თვალით ეს მანქანა და პაჯეროს უკანა მხარე ესეთი არ არის კარგად თუ დააკვირდებით მიხვდებით რა არის შეცვლილი აი ეს ადგილი აი აქ ხაზი რო არის დააკვირდით თქვენ მანქანებს ვისაც ყავთ არის მოჭრილი ეს უნდა იყოს დაახლოებით აი ამ სიღრმეზე კიდე დაბლა 20 სანტიმეტრით ალბათ და ეგ არის შემოჭრილი და შემდეგ გაკეთებულია ლამაზად ძალოვანი ჩასმული უკანა ძალოვანი არის უფრო თხელი შედარებით 2.5-იანი ლისტით არის აწყობილი მაგრამ საკმაოდ ძლიერია და მყარი ანუ ელემენტარულ მიდებებს მიწოლებს მიჯახება მოჯახებებს თავისუფლად უძლებს უფრო თხელი გავაკეთე იმიტომ რომ უკან აი მასიური აი ეს ადგილი იღებს ყოველთვის პირველ დარტყმას ეს არის რამაში ჩასული ჯალამბარის სადგამი რომელიც არის 8 მმ-იანი სისქის ლისტისგან შეკრული შველერისგან უფრო სწორად და პირველი როცა მანქანა არ ტყავს უკანა მხარეს იღებს ეს დარტყმას ამიტომაც გვერდითა ან ზედა მხარე აღარ გავაკეთე ძალიან სქელი რომ წონაში ის რამდენიმე კილოგრამი მოგვეგო
კიდევ რა არის ამანქანაზე? რკინეულობა ბარემ მორჩეთ გაკეთებული, ესეც არის ჩემი ხელით გაკეთებული. არის გაკეთებული ძალოვანი საფეხურები, ეგრეთ წოდებული. ესეც გავაკეთე მე თვითონ, სისქე არის 4 მმ. ამ ძალოვანის და რა უნდა გაითვალისწინოთ, როცა აკეთებთ უგზოობისთვის გაკეთებულ ძალოვან საფეხურებს. უნდა იყოს აუცილებლად დამაგრებული რამაზე და უნდა ქონდეს შესაბამისი სისქე და უნდა იყოს კარგად ნასვარკი, რომ პირველივე ჩამორტყმაზე ან ფეხით დადგომისას ასე ვთქვათ, არ გატყდეს და არ გაიხსნას ნასვარკზე. აი ახლა ამ ძალოვანზე დაახლოებით 500 კილოგრამიანი კაცი რო დადგეს, დეფორმაცია, ანუ რო ჩამოიწიოს დაბლა, აქვს 2 სანტიმეტრზე მეტი არ აქვს, ანუ ძალიან მინიმალური, ანუ ძლიერია. ეს არის მნიშვნელოვანი. ასევე ამ მანქანაზე, ნუ ეხა ვიზუალური საკითხი, გემოვნების საკითხია. არ მომწონს კალათასავით საბარგულები რო აქვთ, ბრტყელი უფრო კარგია ჩემთვის ვიზუალურადაც და პრაქტიკულობისთვისაც, სიტყვაზე რო იყოს გაბარეტული ტვირთი წასაღები, რომელმაც წინ ან უკან უნდა გადააშვიროს, ძალიან კარგია და ესე უფრო მომწონს. დამატებულია წინ რკალისებრი LED ბარი 130 სანტიმეტრი. ეს არის საშუალო ხარისხი, არც არის პრემიუმ ხარისხი, არც ძალიან უხარისხო. ასევე აყენია შრონკელი თავისი ჰაერის ფილტრით, რომელიც უზრუნველყოფს იმას, რომ მარტო სილამაზისთვის არ აყენია, კარგად არის გერმეტულად დაყენებული. უზრუნველყოფს იმას, რომ მაღალ წყალში სიტყვაზე ძრავმა არ მიიღოს გიდროუდარი, ეგრეთ წოდებული და დაიცვას ძრავი. ხო, ჩვენ კიდე რა არ გვიხსენებია? არ გვიხსენებია ამ საბურავების კომპლექტის წონა ზომასთან ერთად. ეს დისკ საბურავი ჯამში არის დაახლოებით 50 კილოგრამი, რაც 51 ინჩი საბურავებისთვის არის შეშაშურად კარგი წონა და შეიძლება ითქვას მსუბუქიც კი. უკანა რამა ხო არ მithქვია კიდე, უკანა მხარეც არის 6 სანტიმეტრით დამოკლებული, ვერ აღიქვამთ ახლა ამას, ძნელი აღსაქმელია როგორი იყო მანამდე და როგორი არის ახლა, თუ ვიპოვე სურათები აუცილებლად ჩავსვამ გაკეთების პროცესს. უკანა ყენია 35 ინჩიანი სათათარიგო საბურავი, მაგის სამაგრიც გადაკეთებულია, არ დგება პირდაპირ. ჩამოკიდულია ეს დროშა და ეგრეთ წოდებული წყლის ავზი, რომელიც წყლისთვის არ არის, აი აქ არის გადაჭრილი, ეს იხდება და ჭუჭყიანის ტროპის ჩასაგდებად, ასე შემდეგ და ასე შემდეგ. უკან ამხელა წონის რეზერვუარის დაკიდება არ არის რეკომენდირებული, იმიტომ რომ შეიძლება უგზოობაზე პეტლები მოარყიოს კარების. წარმოიდგინეთ 20 კილოგრამს რო ჩაასხავ მაგაში, პლუს 35-იანი საბურავი, უკვე საკმაოდ დიდი დატვირთვაა. უკანაც აყენია დიდი LED ბარი ნაილაითის. ახლო მომავალში მინდა რომ გვერდებზეც დავაყენო პატარები, მაგრამ ჯერჯერობით გვერდებზე არ აყენია, წინ და უკან აყენია დიდი ნაილაითის LED ბარები. გადავიდეთ, კიდევ ვთქვათ, ბარემ უკანა მხარეზე სრულად რა არის გაკეთებული, კარგად რომ მიხვდეთ, აი უკანა მხარე რამა როგორ არის. მერე შეხედეთ თქვენს ბაქს და შეხედეთ ჩემს ბაქს და უკანა მხარეს როგორ არის მოჭრილი. აი ამ ადგილს გულისხმობ. აი ამ ადგილს დახრის კუთხეს. ბაკი არის 10 სანტიმეტრით აწეული ზევით. რას გვაძლევს ეს? ანუ ჩამორტყმის დროს ნაკლები შანსია რომ ბაკი მოედოს მიწას და გავაფუჭოთ. ვითომ ეს მცირე წვრილმანები არაფერია, მაგრამ საკმაოდ ბევრ შრომას და ძალისხმევას მოითხოვს კეთების პროცესში. დაყენებული გვაქვს ჰაიჯეკი, რომელსაც ალბათ ხედავთ, ძალიან პრაქტიკული და საჭირო ნივთია. ასევე ჯალამბარებზე მინდა თქვა, გვიყენია ეს ელემენტარული პატარა ნათურები, საწინააღმდეგოები და ესეთი რაღაცები უკვე ვიზუალური საკითხია, ვის უნდა ამატებს, ვისაც უნდა არ ამატებს. ჯალამბარი გვიყენია 2 ჯალამბარი, წინაც და უკანაც. რა არის მნიშვნელოვანი ჯალამბარის დაყენების დროს, რომ გაითვალისწინოთ? ყველაფერი არის ჩემი ხელით გაკეთებული და ვიცი ამიტომაც ძალიან კარგად. სადგამი წინა ჯალამბარი, ახლა რომ დაშლილი იყოს, უფრო კარგად მიხვდებოდით, რაზე მაქვს საუბარი. ჩასმული არის ზუსტად რამას შორის. გახრეტილია რამა და ბოლტგაიკაზე აყვანილი 8 მმ-იანი სისქის სადგამი. რას მაგალითად უზრუნველყოფს ეს? აი აქ აყენებენ ხოლმე ზევით, ბევრზე მინახია, ანუ ზევით რო ჩანდეს, ჩემიც ჩანს. აი ამოჭრილია ჩანს, როგორ ჩაიხვევს და იქიდან
თავისუფალის შესაძლებელი ბერკეთანაც აქვს ხელიც მისადგომი. რას იწევს, როცა არ არის რამაზე დამაგრებული. შეიძლება სამაგრებიდან, ბოლგაიკიდან მოწყდეს და ძალიან დიდი ზიანი მოიტანოს. დაგვიღუნოს კრილო, გაგვიტეხოს ფარი, ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ამიტომ აუცილებლად უნდა იყოს ძალიან მყარად. აი, შედარებისთვის რომ მიხვდეთ, ჯალამბარი იმდენად კარგად უნდა იყოს დამაგრებული მანქანაზე. წარმოიდგინეთ, ხევში იყოს მანქანა ჩამოკიდული, ან ხიდზე იყოს მანქანა ჩამოკიდული და მხოლოდ ჯალამბარს უნდა ეჭიროს და მის დროს. აი, ამ ყველაფერს უნდა გაუძლოს, ისე კარგად უნდა იყოს დამაგრებული. შეიძლება უკუსლით ძალიან დიდ ხევში მოგიწიოთ ჯალამბარით ჩასვლა და იმედი არ გქონდეთ მანქანის, იმიტომ რომ ნებისმიერ დროს შეიძლება მოწყდეს ამ ბოლგაიკიდან. გჭირდება შემოწმება ყოველთვის და რევიზია ამ ყველაფერს, რომ არ იყოს დაშვებული უგზოობაზე სიარულის დროს. ტონაჟობას რაც შეეხება, წინაყენია 13500-იანი X-Dynas ჯალამბარი ჩინური ფირმის, მაგრამ მუშაობთ საკმაოდ კარგად, არ ჩავთვალე და არც ფინანსებმა შეგვიწვა ხელი, რომ რაღაც განსაკუთრებული ბრენდული დაგვეყენებინა, მაგალითად სხვადასხვა როგორც ამერიკული ბრენდებია და უკანაც აყენია მეორე ჩინური ჯალამბარი ფორვედე მაღაზიას უფასო რეკლამა ჩვენგან, რომელიც ასევე არის საკმაოდ კარგი ჯალამბარი, 12000-იანი, ორივე არის კევლარის თოკით, წინაც და უკანაც და ძალიან პრაქტიკულია. არ გირჩევთ მე მაგალითად რკინის ტროსის დაყენებას, იმიტომ რომ ძიმეა, ძნელი სახმარია, ხელთათმა ნემიჭირდება და ნაკლებად პრაქტიკულია ჩემთვის. ანუ წინ გვაქვს 13500-იანი ჯალამბარი, უკან გვაქვს 12000-იანი ჯალამბარი, ორივე კევლარის თოკით. ეხლა რა ხდება უკან? მაგალითად სათავსოები. ბევრი მნიშვნელოვანი ნივთია, რომელიც უგზოობაზე გადაადგილების დროს სჭირდება ადამიანს. აი ესეთი კუსტარული პატარა თაროსავით არის გაკეთებული, არ არის უმაღლესი ხარისხის და რაღაც სუპერ ბრენდული, მაგრამ გამოსადეგია და ბევრი საჭირო ნივთიც ალაგია შიგნით, რომელიც შეიძლება დაგჭირდეს უგზოობაზე გადაადგილების დროს. სტროპები, 4-ვე WD-40, რა ვიცი, კლუჩები და ასე შემდეგ. ბევრი საჭირო ნივთი დევს ამ მანქანაში, რომელიც აუცილებლად დაგჭირდებათ უგზოობაზე გადაადგილების დროს. ხო, ყველაზე ერთ-ერთი მნიშვნელოვანი, რაც კიდევ უნდა გაითვალისწინოთ და საკმაოდ შრომას მოითხოვს ჯალამბარის დაყენების დროს. აი ამ ჯალამბარის მართვის ბლოკი აყენია აი აქ. ითხოვს კაბელების დაგრძელებას, მანქანის კუზაოს გახრეტას და მერე დაგერმეტიკებასო, შიგნით შეიყვანო იმ მიზნით, რომ ეგ დროთა განმავლობაში შდება, ასე ვთქვათ, სველდება, იჟანგება და პრობლემას ხნის მუშაობასთან დაკავშირებით. ანუ წესით ყველას უყენია ჯალამბარის თავზე, რაც ჩემთვის არ არის მისაღები, იმიტომ რომ შეიძლება გაიარო იმ სიღრმე წყალში, რომ სრულიად მთელი ჯალამბარი და მისი მართვის ბლოკი გაივსოს წყლით. კიდე რა გვაქვს შიგნით? არაფერი, ისეთი ელემენტარული დაჩიკები აყენია, სპორტული საჭი აყენია, ნატურები, ჯალამბარის პულტი, ზეთის დაჩიკი შეცვლილი, იქით წყლის ტემპერატურის დაჩიკი. ესენი იმიტომ აქვს გადაკრული, რომ ასე ვთქვათ, უგზოობაზე სიარულის დროს სუფთად შევინახოთ, თორე შიგნიდან სულ სუფთაა, ანუ არ არის ჭუჭყიანი. ასევე ბარემ კაპოტშიც ჩაგახედებთ, რომ ნახოთ როგორ გამოიყურება, იცოდეთ. ჩავიხედოთ კაპოტში ორიოდე სიტყვა თქვათ ძრავზეც, ძრავამდე სანდამ ვიტყვით თქვათ, რომ შეცვლილი აკუმულატორი მიყენია X-Side-ის 100 ამპერიანი გაძლიერებული, ამის სადგამსაც გადაკეთება ჭირდება, იმიტომ რომ ზომაში გრძელია და არ ეტევა ფიზიკურად. ეს არის წინა ლებიოტკის მართვის ბლოკი, ესეც ამოტანილი მაქვს ამ სიმაღლეზე, წარმოიდგინეთ, იქიდან დაგრძელებულია კაბელები, ნაწვალებია იმისთვის, რომ წყალმა და ჟანგმა არ გააფუჭოს, ასე ვთქვათ, ბლოკი. ნუ სიგნალებია შეცვლილი. კარგი ვთქვათ, ძრავზე. ძრავი არის სრულიად ქარხნული 3.5 ჯედეი, ვინც ყიდვას დააპირებს ამ ძრავის, რა უნდა გაითვალისწინოს. ამ ძრავს არ უყვარს ცუდი ბენზინი, მინიმუმ უნდა ჩაასხათ ქართული დონის პრემიუმი, უნდა გქონდეთ ზეთი მაქსიმუმზე ყოველთვის, არ უნდა მოაკლოთ, უნდა ესხას ნორმალურზე ცოტა უკეთესი ზეთი. თავი დავასხავდი 5.30
და მე ეხლა ვასხავ ცდის ეტაპზე ვარ 10-40 ბრენდებს არ დავასახელებ შეგნებულად ერთნაირად ყველაზე შეცვლიდან შეცვლამდე დაახლოებით 6000 კილომეტრზე ლიტრიდან 2 ლიტრამდე იმატებდა, იმიტომ რომ მეყენა ყოველთვის მაქსიმუმზე და მაღალ აბაროტებზე უკვე 99 წლის ძრავია და გინდა არ გინდა ჭამას არ ვეძახი მე მაგას 1-დან 2 ლიტრამდე არაფერი არ არის ამ ასაკის ძრავისთვის ამ დატვირთვაზე. მით უმეტეს ან არის საქართველოში ის ხარისხის ზეთები, ან არა, რასაც გვეუბნებიან. აი ეს არის რაც უნდა გაითვალისწინოთ ამ ძრავზე. ხშირად ფუჭდება ჯედეი ნასოსი, ჩემი ჯედეი ნასოსი, იგივე პაჯერო იოს ჯედეი ნასოსია გადაკეთებული და იმის მერე მუშაობს უპრობლემოდ. გაკეთებული აქვს სრული სერვისი, რემნები დაცვლილია ყველაფერი, შიგნითაც ძრავის ღვედი შეცვლილია, ერთადერთი სვეტშებს სჭირდება შეცვლა და მაგასაც ალბათ გავაკეთებ დროთა განმავლობაში. კარგი, მოკლედ ნელ-ნელა შეჯამებისკენ წავიყვანოთ ეს ვიდეო, რომ ძალიან დიდი არ გამოგვივიდეს. აქეთ ჩვენ მეგობარ კლუბებს მანამდე გავუკეთოთ პატარა რეკლამა, ყველას აქვს თავისი YouTube არხი და გადადით, გამოიწერეთ პულსები, 4-wheel-დე და off-road კლუბ გორი. ყველანი კარგი ბიჭები არიან, ყველას წარმატებას უსურვებ, წინსვლას და რა ვიცი, ყველაფერს საუკეთესოს ცხოვრებაში და საკუთარ გასვლებზე. გავაკეთოთ შეჯამება. პირველი დავიწყოთ მანქანის წონით და შემდეგ უკვე გადავიდეთ ფასებზე. ალბათ ყველას გაინტერესებთ ფასები და რა ღირს ეს მანქანა რა ზის. წონას რაც შეეხება, ამ მანქანის ქართული წონა 4-ყარიანი დუტი პაჯერო, ანუ განიერი კრილოებით კატალოგში უწერია 2250 კილოგრამი, ანუ 2 ტონა და 200 ვთქვათ გრუბად. რა გვაქვს ჩვენ ამ მანქანაზე დამატებული? დამატებული გვაქვს წინა ძალოვანი 35 კილოგრამი, ჩემი გაკეთებულია და ყველაფერი აწონილი მაქვს, ზუსტად ვიცი რა რამდენი კილოგრამია, ვისაც დაგაინტერესებთ აქვე. უკანა ძალოვანი 17 კილოგრამი, ზედა საბარგული 30 კილოგრამი, ჰაიჯეკი დაახლოებით 17-20 კილოგრამი, საფეხურები თითო 15 კილოგრამი, ორივე ერთად 30 კილოგრამი. ნუ ეს ძირითადებს ჩამოვთვლი. აი ეს უკან თაროს ატავსოსავით როდებს ჯამში შიგრაცალაგია ერთად იმასთან ერთად ალბათ დაახლოებით 50-60 კილოგრამი, საბურავები თითო კომპლექტი ერთი საბურავი 50 კილოგრამი, 4-ვე ერთად 200 კილოგრამი, ანუ და სხვა რა ისეთი მძიმე, ჯალამბარები ყველაზე მთავარი, თითო ჯალამბარი 35 კილოგრამი, ორივე ერთად ანუ 70 კილოგრამი და ამ ყველაფერს ვიდეოს აღწერაში გვერდზე თან მივუმატებ, რომ თქვენთვის ადვილი აღსაქმელი იყოს ჯამში რა როგორ და რამდენია. ნუ თქვათ კიდე გრუბად ეს ლედები, იქით შრონკელი მაგალითად, რაღაც აქსესუარები შიგნით მანქანაში დამატებული, ჯამში თქვათ მაქსიმუმ 20 კილოგრამი. ეხლა ისიც თქვათ რა არის მოკლებული, ხო? ამ ყველაფრის ადგილზე სანამ ჩვენ ამას დავაყენებდით, რაღაც ეყენა, წინ თავისი ბამპერი ეყენა, უკან თავისი ბამპერი ეყენა და ასე შემდეგ თავისი ალუმინის საფეხურები ეყენა. ამეებსაც გვერდში დავწერ დაახლოებით რაც ეყენა, ქართული რამდენი კილოგრამია და ეს რაც ჩვენ მივუმატეთ, ამას უნდა გამოვაკლოთ და დავუმატოთ 2250. ამ კალკულაციას გავაკეთებ ვიდეოში გვერდით. გადავიდეთ ფასზე. რა დაგიჯდებათ ამ მანქანის აწყობა თუ გადაწყვეტ ჩემსავით 0-დან. მე ძალიან ბევრი რამე ჩემი ხელით მაქვს გაკეთებული, მაგრამ საბაზრო ფასებს ვიტყვი დაახლოებით რო გაკეთებინათ ვისთან რა დაგიჯდებოდათ. დავიწყოთ ჯერ საპროექტო მანქანით, ხო? მინიმუმ მანქანა დავიწყოთ ჯერ საპროექტო მანქანით. პირველ რიგში ჭირდება გამართული კარგი მანქანა, ხო? დღევანდელი საბაზრო ღირებულებიდან პაჯეროს ფასები საკმაოდ მომატებულია. კარგი შემთხვევა რომ ავიღოთ გამართული მანქანა, უნდა იყოს აუცილებლად 2 და 8-ის ან 3 და 5-ის ძარა, იმიტომ რომ მაგათ აქვს გაძლიერებული ხიდები და გაძლიერებული ყუმბარები. დაგიჯდებათ დაახლოებით 5000-დან 6000 დოლარამდე. კარგი გამართული მანქანა რო იყიდოთ, რომ არ ჭირდებოდეს კიდე სავალი ნაწილის კეთება, რაღაცა ბევრი რამის კეთება. ანუ გამართული მანქანა 5000-დან 6000 დოლარამდე. მივყვეთ ახლა რა არის ამ მანქანაზე დაყენებული, ხო? კინეულობა ცალკე ჩამოვთვალოთ, ჯერ მანამდე ჩამოვთვალოთ საბურავები. საბურავები დაახლოებით 3000 ლარი.
დისკები დაახლოებით 1500-დან 2000 ლარამდე. ამ ყველაფრის ინსტალს, დამონტაჟებას, აწყობას და მიყენების ხარჯებს, რაც ხელოსნოს უნდა გადაუხადოთ, მაგ ყველაფერს კიდე არ ვთვლით, თორე გაცილებით მეტი იქნება. გავაგრძელოთ. წინაძალოვანი ბამპერი საბაზროდ დაახლოებით ღირებულება არის 1500 ლარი. უკანაძალოვანი ბამპერი, ეგეც კიდევ ერთი 1500 ლარი. თვითონ ჯალამბარები 1500-დან 1700 ლარამდე. წინ 1700 ლარი ვთქვათ, უკან ვთქვათ, დაუშვათ 1500 ლარი. საფეხურები, ძალოვანი საფეხურები, ორივე ერთად დაახლოებით 1000 ლარი. ძალოვანი საბარგულით, რომლის ტვირთამწევობა დაახლოებით არის 300-დან 400 კილოგრამამდე თანაბარი გადანაწილებით, ანუ ერთ წერტილში 400 კილოგრამი არა. ამიტომაც გამოვიდა საკმაოდ მსუბუქი. 400 კილოგრამამდე ეგ ძალოვანი საბარგულიც დაგიჯდებათ 800-დან 1000 ლარამდე. გადავიდეთ LED ბარებზე. წინა LED ბარი დაახლოებით 400 ლარი, უკანა LED ბარი 350 ლარი. შრონკელი 300 ლარი. ჰაიჯეკიც 350 ლარი, როგორც მახსოვს. პრუჟინები და დაკიდების სისტემა, ანუ ეგრეთ წოდებული პასტავკები, უკან ჯამში დაახლოებით 1000 ლარი. კიდე რა გვაქვს? ხო, სათუნუქე სამუშაოები კრილოების მოსაჭრელად და მერე შესაღებად და ისე რომ ლამაზად იყოს. დაგიჯდებათ დაახლოებით ეგეც 1000 ლარი, ყველაზე კარგ შემთხვევაში. მონტაჟებზე აღარაფერს ვამბობ, რომ ეს ჯალამბარის სადგამები ორივე, ხო, ეგ დამავიწყდა. მინიმუმ 450-450 ლარი თავისი მონტაჟით. რა ვიცი, კიდე რა დაგვრჩა, გადავხედოთ. უკანა სათავსო, კლუჩები, ეგეთი რაღაცეები, გაუთვალისწინებელი ხარჯები დაახლოებით 1500 ლარი ჯამში, ნაბორები და ასე შემდეგ. ჟარგონებს ვიხმარ, მაგაზე ნუ გამომეკიდებით. რაც ყველაზე მთავარია, არ მიხსენებია თელ ვიდეოშიც კი. ამ მანქანას აქვს ორივე 100%-იანი ბლოკირება, წინაც 100%-იანი, უკანაც 100%-იანი. რა დაგიჯდებათ ეგენი? წინა ბლოკი დაახლოებით არაბრენდული აყენია 600 დოლარი, ბრენდული დაახლოებით 1000 დოლარი. უკანა ბლოკიც ეგრე დაახლოებით ზბორი ხიდი, თავისი პაჯეროს ქახტული ბლოკირებით 700 დოლარი. მეტი რა, თითქმის დანარჩენი არაფერი ისეთი. შეჯამება რომ გავაკეთოთ, ანუ რა მომწონს ამ მანქანაში და რატო ვარ კმაყოფილი. ანუ ქარხნულ კონდიციებში, ვინც ერკვევით, იცით მანქანებს ამხელა ზომის საბურავის და ამხელა დატვირთვის მისაღებად რამდენი გადაკეთებები ჭირდება, მით უმეტეს ისეთ მანქანებზე, რომელსაც წინ აქვს დამოუკიდებელი დაკიდება, ეგრეთ წოდებული გიტარები. პაჯერომ სახელი გაითქვა თავისი სავალი ნაწილის გამძლეობით. ყველაფერი ფუჭებადია, უფუჭებელი არაფერი არ არის, ყველაფერს ჭირდება მოფრთხილება. მაგალითისთვის რო ავიღოთ ყუმბარა გამიტეხია ამ მანქანაზე, დანარჩენი ისეთი განსაკუთრებული არაფერი არ დამიზიანებია. კარდნები, კრესტავინები უძლებს ამ ზომის საბურავს და რა ვიცი, უკანა ხიდიც უპრობლემად უძლებს. ერთადერთი რაც ამ მანქანას აკლია და ჯერჯერობით თავს ვიკავებ, იმიტომ რომ პრობლემური საკითხია და ფინანსები გაცილებით ბევრი ჭირდება, ეს არის ძრავის სვაპი. ჩვენთან საქართველოში გავრცელებულია 5.0 Mercedes-ის M13 ძრავა, რომელიც გამოიმუშავებს 306 ცხენის ძალას, დაახლოებით 60 ცხენის ძალით უფრო მეტს ვიდრე ეს მანქანა და არის სრულიად საკმარისი, არ იფრენს, რა თქმა უნდა, ამ ზომის საბურავებზე, მაგრამ ივლის ნორმალურად, ისე რომ მხოლოდ პირველი სიჩქარით სიარული არ მოგიწევს, დაახლოებით მეორე სიჩქარით ივლის, თითქმის ყველგან. ამიტომაც ნახოთ ზამთარში შეიძლება მოვაბათ თავი მაგ ფინანსებსაც და ეგ ძრავით ამ მანქანაში ჩავდგათ. თუ ვინმეს გაინტერესებთ ამ ძრავის გაყიდვა, სანამ მანქანაში დევს, ჯერ არ ვაპირებ ამოღებას, ეგეც შეგვიძლია განვიხილოთ. ამ ძრავის ბორის ფასი დაახლოებით არის გამართულის იდეალურის 1200 დოლარი, ვისაც რავი უყურებთ და თუ დაგაინტერესებთ, ეგეც რო იცოდეთ. ესეც მცირე დიაგონალის ტესტი ვიდეოს ბოლოს 51-იან საბურავებზე, რავი, რამდენი ადგილი რჩება და როგორ რჩება, რომ შეატყოთ თვალით კიდევ ერთხელ. აი, შეხედეთ აბა.
აქ არის კიდე ერთი მაგალითი გაუმჯობესებულ შეტევის კუთხეებზე რო გესაუბრებოდით, როგორ არის თქო უკნიდან მოჭრილი. აი აქ ნახეთ. მიწამდე რამდენი ადგილი აქვს კიდევ დამოკლებული როა და გავს ადგილებზე რამაგრად ეხმარება. 51-იანი საბურავი შესულია მთლიანად არკაში, განახებთ. აი როგორ არის დაკეცილი აქ ბოლომდე. განახებთ. ნახეთ. კიდე ზევით აქვს ადგილი, ანუ საკმაოდ ლიფტი და აი აქ. ყველაზე კრიტიკული ადგილი არის ეს ადგილი. ორი თითი კიდევ ჩადის. ანუ ყველაფერი წესრიგშია. ერთ-ერთი შეიძლება მიადოს იმ მომენტში, როცა მანქანა აი ერთიანად ჩაბუქნავს. სადმე ჩაარტყავს და დაკეცავს პრუჟინას. ხოლო იმ მომენტში შეიძლება მიედოს მანქანას. აი რომ მიხვდეთ სად არის აყენებული დაახლოებით. რა ვიცი, მე მგონი პაჯეროს კვალებაზე ხეივარი პაჯეროს კვალებაზე ცუდი არ არის და ის არის რაც შევძელი მე მეც ამ მანქანისგან ვერ მივიღებ ვერაფერს და მე კმაყოფილი ვარ და თქვენც ეგრე გიჩვენებთ რომ არასდროს არ შეეჯიბროთ და შეედაროთ რაღაცნაირად სხვას, არ დაიბოღმოთ და არ შეეჯიბროთ რა ძალიან არ მიყვარს. შეჯიბრობანა როგორც კი იწყება გასვლებზე რო ვთქვათ, იქ მანქანები ფუჭდება და იმტრევა და ნაწილები ზიანდება. ამიტომ გისურვებთ რომ საკუთარი თავის სიამონებისთვის აკეთოთ მანქანები, გიყვარდეთ ეს ჰობი და ეცადოთ რომ ამ ჰობისგან რაღაც ახალი ისწავლოთ, ახალი ადგილები ნახოთ. ეს არის ერთი სიტყვით რაც შეუძლია პაჯეროს. ერთი სიტყვით დიდ მადლობას გიხდით, ვინც ბოლომდე დარჩეთ უყურეთ ამ ვიდეოს. მე მგონი ასე ვთქვათ, სრულფასოვნად ახსენი ამ მანქანაზე რა როგორ მაქვს აკეთებული, ვისაც მოგეწონებათ და დაგაინტერესებთ ვიდეოები მსგავსი ტიპის, შეგიძლიათ არხი გამოიწეროთ, დაალაიქოთ ვიდეო და კომენტარის სახით თუ რამე გამომრჩა, ან რამე გაინტერესებთ ამ მანქანაზე, ან სხვა ნებისმიერ 4x4 თემაზე, შეგიძლიათ დააკომენტაროთ და არავის არ ტოვებ არასდროს თითქმის უყურადღებობ და აუცილებლად მაშინვე თუ არა ცოტა მოგვიანებით პასუხს აუცილებლად გაგცემთ. ყველას გისურვებთ წარმატებებს. კიდევ ერთხელ შეგახსენებთ რომ ეს ვიდეო ჩავწერე იმიტომ რომ ეს საბურავები უნდა დაუბრუნო პატრონს, ვიტოს, დიდი მადლობა შანსისთვის. ტესტი კარგად ჩააბარა მანქანამ. ორ გასვლაზე ვიყავი. ნორმალურად იარა საბურავმა თოლში, ტალახში ვერ მოვახერხე გასინჯვა. სამომავლოდ ფიქრობ რომ შეიძლება დავაყენო ეს საბურავი, მაგრამ ცოტა ხდით დროებით გავდივარ შესვენებაზე. დავაყენებ 35-იან საბურავებს, საფხული მოდის საგორაოდ და მომავალ სეზონზე უკვე შემოდგომის ბოლოსკენ შეიძლება დავბრუნდე ამ საბურავებით და უფრო ძლიერი, გაძლიერებული ძრავით 5-დან 0-ით M113-ით. ყველას გისურვებთ წარმატებებს, მე ამით დაგემშვიდობებით, კარგად ბრძანდებოდეთ.